What's up YouTube? სალამი ყველას ვინც უყურებს ამ ვიდეოს. მოკლედ ბიჭები გამოდის 2026 წლის პირველი ვიდეო. პირველ რიგში გილოცავთ ყველას ახალ წელს, გილოცავთ შობას, რა ვიცი, გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს წელს. მინდა რომ მაქსიმალურად, რა ვიცი, ყველანაირად თქვენთვის იყოს ორმაგი დადებითი მომტანი 2026 წელი, ვიდრე იყო 2025. დღეს ბიჭები ესე გადავყევი ფაქტიურად შეკითხების ვარიანტს YouTube-ზე. ამ სიტუაციას გიპასუხებთ და თავიდან ვილაპარაკებ ცოტა შევეხები Endurance-ის ვარიანტში შევეხები უფრო ჯოშუას. Anthony ჯოშუას ეხლა ხანს ბოლო ვიდეო რო ჩავწერე ფაქტიურად ისეთი რთული რაღაცა კადრები ვნახე. ცოტა ფილოსოფიაში წავედი ხომ მათ რაღაც გარკვეული სტრატეგია მოხდა მაგის ცხოვრებაში. და ისეთ ვარიანტში ფაქტიურად მაგის დიდი ხანია ვალეში ყოფ ესე ვთქვათ რა. და რაღაცა ვარ მაგის მიმართ სიმპათიით განწყობილი მომწონს ახლა როგორც სპორტსმენი, ისევ როგორც პიროვნება, ეთყობა ადამიანს პოზიტიური ან ტოქსიკი ტიპი რო არ არის, ცოტა მინდა ეთყობა რა და მე პირველ რიგში მას ვიტყვი რომ ადამიანი ფასიულობს პირველ რიგში თავის აქციელებით, ზრდილობით და პოზიტიური კუთხით რაც შეიძლება. მაგაზე ვილაპარაკებ და რაც ფაქტიურად ცოტა ინფორმაცია დავსერჩე ძალიან ლაითად მაგაზე ფაქტიურად ყובה შევეხები რაღაც საპლემენტებს, გუშინ კითხულობდი ღამე ბოლო კვლევა რაც წავიკითხე 2024 წლის იყო. Top ყველაზე 5 ყველაზე ისეთი მოთხოვნადი და ეფექტური დანამატი. მაგაზე ვიტყვი ცოტა ორი-ოდენ სიტყვას და შევეხები განძლობის ვარიანტს. გარკვეულად 1-2-3 ისეთ საპლემენტს შეიძლება ვთქვა. საპლემენტი არ არის, უფრო ფეცი არის და უფრო არის research chemicals, ანუ უფრო საექსპერიმენტო ნივთიერებები, რასაც მე ვტესტავ ფაქტობრივად გამოდის აქტიურად 1-2 თვის განმავლობაში და მე მგონი მივაგენი იმას, რასაც ალბათ ძალიან დიდი ხანი ვეძებდი რა. ჯოშუაზე ვიტყვი ფაქტობრივად იმ სიტუაციას ბიჭები რომ უნდა ხდებოდეთ რასაც ჩვენ აი ეს გარკვეული ინტერნეტის და სოციალური ქსელის რაღაც გარკვეული ველი ჩვენ ინფორმაციას გვაძლევს, ანუ იცოდეთ რომ ეს სიმართლეში მართლა მასე არ არის. ადამიანი რომელიც შოულობს სპორტით მილიონებს და დაჟე თუ არ ვხდები ადამიანი ისეთ დონის სპორტსმენია რომ ხა მსოფლიო ჩემპიონობის გარდა კიდე ოლიმპიადას მე მგონი მოგებული აქვს 2012-ში მე მგონი. ასაკით არის თითქმის თანატოლები ვართ 36-ის არის თანატოლები ვართ და წონა თუ არ ვხდები მიახლოებით სასიჯიბრო წონა 111-დან 115 კილომდე, ეგ ერთი მაღალია თითქმის 2 მეტრ არის, კაცი მაგარ ჯანზია. ფაქტიურად კაცი არის ვარსკვლავი ამ კრივის მსოფლიო დონის და უნდა ხვდებოდეთ რომ მაგას აქვს იმდენი გარკვეული ხელშეკრულობა სპორტსმენებთან, რომ აი ხო შეიძლება ელემენტარულად კაც წყალის ყუროდეს ან რაღაცა და რაღაცა ბოთლის ბრენდის აღება არ შეიძლებოდეს. უამრავი ნიუანსებია. რაც ახლა ჩვენ Google-ში ვწერთ ფაქტიურად აქ ინფორმაციასაც მინდა რომ მოვიძიოთ რაღაცა ვთქვათ. ეგ რასაც ჩვენ გვიგდებს მაგ ინფორმაციას, ეგ უფრო არის ეგ ინფორმაცია რომ უფლება რომ ადდევს, ანუ ვიღაცას ნაყიდი აქვს ფაქტიურად მაგ ინფორმაციის დადების უფლება რაც არის გადახდილია ფაქტიურად და რაღაც გარკვეული ბრენდები რაც არის და რაც თქვა აი წერია რომ იღებს თქვა რაღაცა პროტეინს თქვა იღებს რაღაცა ელექტროლიტებს ეგეც უნდა ხდებოდეთ თქვენ რომ აბსოლუტურად ყველა გარკვეული რაღაცა ბრენდი რაც არის ან განსხვავდება მხოლოდ ერთი რაღაც ნივთიერებები ყველაფერი ფაქტიურად რაც კი რაღაცა თქვა თან ინეს პეპტაიდები ინეს ამეთქოთ ასტერიკები რაღაცა თქვა სინთეზიზდება მიახლოებით ალბათ ვიტყოდი რომ ყველაზე დიდი ნაწილი სინთეზიზდება რა თქმა უნდა ჩინეთში მე არის ძალიან კარგად განვითარებული კიდე მედიცინის სფეროა, რასაც ფარმაკოლოგიური კუთხეა, ეს მედიკამენტები, რა თქმა უნდა, ინდოეთი და ყველაფერი ნედლეული შეძენა ხდება პირველ რიგში მან. მე უკვე დაფასოვება და უკვე დაბრენდირება, ეგ არის უკვე გააჩნია კომპანიების მხრივ. უბრალოდ ნედლეული ყოველთვის ხდებოდა თუ არსებობს ძალიან ბევრნაირი არსებობს თქვა რაღაცა გარკვეული ცუდი ხარისხის, არსებობს რაღაცა თქვა საშუალო ხარისხის, არსებობს რაღაცა უმაღლესი ხარისხის, ეგ არის. და უკვე ბრენდი რაც არის გარკვეულად რაღაც საპლემენტების, ეგ უკვე არის სუფთა ჩისტა PR-ის ვარიანტი რა. PR-ი ვინც უფრო მეც გადაიხდის პლუს რეკლამაში რა და ეგ სიტუაცია, ამიტომ რაც თქვა ინფორმაციას თქვენ დასერჩავთ, გინდათ თქვა ნებისმიერ სხვა სპორტსმენებზე რაც არის რა. მეტწილად იცოდეთ რომ მიახლოებით 80-90% სიმართლეში ეგ არ არის. ეგ ერთი ნიუანსი. მეორე ნიუანსი ფაქტიურად. ეხლა ხანს დამწუთას მყავს ერთი ძალიან მაგარი ბიჭი, კროსფიტელი. მე როგორი ფორმატით მუშაობ? უნდა ხდებოდეთ თქვენ ფაქტიურად რომ ეხლა ხანს ვიღაცამ მომწერა თუ დამიკომენტარა სადღაც რომ თვეში რო ვიღებ მომსახურებაში ონლაინ წაყვანაში $200 გაგბე რა ამბავია და გიждები როგორ სიტუაციას ფაქტიურად. ჯერაც ერთი ადამიანი ყავს შეგველში ყოველთვის ის სულ კონტაქტზე ვიძახი რომ კვირა დღეს მეტი ვისვენებ კლიენტურა მიცე რომ კვირა დღეს რომ შეჯარებით ვისვენებ მაგრამ მაინც მწერენ რაღაცა რო არის და პასუხობ ანუ თქვენ ყავთ მიახლოებით ერთი 3-4 მინიმუმ რაღაცა სფეროში დამხმარე ადამიანი რომელიც სულ არის კავშირზე ეგ არის პირველი ნიუანსი მეორე ნიუანსი ხა რაც არის როცა ადამიანი თქვა ჩოლობრივი ვიღაცა თქვა ადამიანი რომელიც არ არის დაინტერესებული სპორტული სფეროთი მე ლიჩნად მიახლოებით ბოლო 4-5 წლის განმავლობაში ჩემს პრაქტიკაში
ვინც კი ნორმალური ვინმე სპორტსმენს თქვა, ვიღაცას თქვა, ისეთ ფიტნეს თქვა, ტიპს დაუხმარებულოა, ფაქტია ეგ უფრო ჩემთან მოდიან იმის გამო, უფრო რაღაცა თქვა ინფორმაცია შესაბამისად წაიღონ და ჩემი უამრავი დაწერილი პროტოკოლები მინახია, ჩერეზებიდან დაკოპირებულები, copy-paste-ით გადატანილები, რაც აი პროსტა არის უბრალოდ ძალიან დაბალი დონე უბრალოდ და მას ინტეგრაცია გაკეთება პროსტა ვერ მესმის რა, როცა შენი ვაფშე დაჟე კაროჩე ერთი წერტილიც არ არის. ეგერთი ნიუანსი და ფაქტიურად რაც შეიძლება თქვა, რომ აი შევეხო თქვა გარკვეულად კიდე ამ რაღაცა სპორტის თემას და ეხლა რაც მინდა მეთქვა თქვა ჯოშუაზე ის რომ რაღაცა რაც რეალურად არის მაგარი საიდუმლო, მაგარი საინტერესო და რეალურად რაც პერფორმანსს რაღაცა სხვანაირი კუთხით თქვა რაღაცა აუმჯობესებს, იმას უფრო არ იტყვიან, იმიტომ რომ კონკურენციის თემის ფონში. იგივე სიტუაცია ახლა ასეთ ბიჭი ყავს, კაზახი, კროსფიტელი და მქონდა როგორი რაღაცა. თუ ხარ სპორტსმენი, ვეუბნები. უეჭოლად სტორიში უნდა მომნიშნო. ზოგი ამ სტავკაში თუ შევდივართ თქვა $200 თუ მიხდი შენმე თვეში ონლაინ წაყვანაში. თუ თქვა არ გინდა ეგ პონტი, მაშინ სხვანაირი ფასი არის რა. მე მიჩემ სხვანაირი ფასი გადავიხადო, იმიტომ რომ მე ხო კიდე მიყურებ მე სხვა სპორტსმენებიო და შენ ისეთ თემებს აზიარებო, რომ შეიძლება ვიღაცამ გამოიყენოს სათავისოთ და მე შესაბამისად მე მაჯობოსო. ისე მაგარი საინტერესო ისეთი თემა თქვა რა. და მიმატა რაღაც გარკვეული თანხა. ნუ ეგ ისეთ ვარიანტი კონფიდენციალურია და ამიტომ იგივე სიტუაცია ჯოშუაზე. რასაც თქვა ინფორმაციას ჩვენი ვხედავთ თქვა. ანუ სიკი მაგის გუნდი, მაგათი გუნდი ვინც არიან თქვა და ნახმარები და ასე შემდეგ ვინც არიან სასტავი. ეგ ხალხი ყველა ფაქტიურად უფრო აი დაკეტილი ვარიანტი აქვს და ისეთ უფრო მეცნიერებთან და ისეთ უფრო ბიოლოგებთან და ისეთ უფრო ტიპებთან უფრო არიან სისტემაში და ისეთ ინდივიდუალურ სქემებს აკეთებენ შესაბამისად, იმიტომ რომ მაგათ ახლა ნებისმიერი ლაბორატორია, ნებისმიერი ფინანსური რაღაცა ვარიანტი და ნებისმიერი ნივთიერების აწევა მაგათ შეუძლიათ ვაფშე უპრობლემოდ ხარ. ამიტომ ბევრი რაღაც დარჩება საიდუმლოდ, კი. ვერ დაიჯერებთ უბრალოდ რომ აი პროსტა ელემენტარული, ყველაზე პროსტა პრიმიტიული ვარიანტი, რაც გამოიყენებენ და გამოყენდება ფაქტიურად იმისთვის, რომ მაქსიმალურად თქვა აი რაღაც გარკვეული წვა და აერობული და ანაერობული უფრო ვიტყოდი პერფორმანსი გამოუჯობესდეს და ეს პროტოკოლები რომ აი ცხენებზე არის გარკვეული მაგარი საინტერესო ექსპერიმენტი და ხალხს ეს არის სპორტსონებზე. კლასიკო სოდა ხო გაგიგიათ აი ელემენტარული სოდა რა. რომელიც თქვა ვისაც თქვა იჟოგა აქვს და წავა იჟოგაში ის თქვა ჩაყრის სოდა თქვა ჩაისკოს თქვა სოდას დალიოს და იჟოგაში ეხმარება. ხალხი სვავენ 0.8 თუ არ ვცდები 3 გრამს სოდას კილოგრამზე. ნუ ხეშად თქვა თუ ტიპი არის მიახლოებით 100 კილოგრამი, მიახლოებით 20-25 გრამს სოდას სვავენ. წარმოიდგინეთ პერფორმანსის გასაუმჯობესებლად რა. კიდე არსებობს სოდის რაღაც გარკვეული კიდე გადასხმები. მასეთ ისეთ სეკრეტები არის ძალიან ბევრი, რომ უამრავი. სოდაზე ექსპერიმენტები მე მაქვს გაკეთებული, რეალურად მართლა მუშაობს რაღაცა ვარიანტში, დაგროვებითი ეფექტიც აქვს. არ ვიტყვი რაღაც იმინა ბუმს აკეთებს, მაგრამ ცვეთში თითქოს გამძლეობას ეხმარება, ცვეთში. მაგრამ უზომოდ მაგრად აღიზიანებს ესე ვიტყოდი და ქმნის კუჭნაწლავის პრობლემებს. თუ კუჭი ადამიანს თქვა აქვს ჯამთელი, დაჟე მაგაშიც რა და აი უამრავ ისეთი გარკვეული ფაქტიურად აი ესეთი ხრიკები არის, რომ სიმართლეში ჩვენ ეგ სიტუაციები ბევრი რამე არ გვეცოდინება. მე ვიტყვი საბაზისო რაღაცა ვარიანტს, რაც ცვეთში გამოადგება იმ ხალხს, ვინც არის დაკავებული გინას თქვა აი კრივით, გინა MMA, გინა თქვა რესლინგით, გინა თქვა რა ვიცი, კროსფიტით. არის ვიტყოდი მიახლოებით 1-2 ან 3 საბაზისო რაღაცა აბეზალოვკა ვარიანტი. პირველი რაც უნდა გაკონტროლდეს, რაც ძალიან ბევრს ყოველს ეშინი, ეგ არის ნახშირწყალი. ნახშირწყალი არავითარ შემთხვევაში არასუქებს, ასუქებს უყურებს მაგას ამ კალორიულობა. და პირველი ბენზინი, როცა მიდის საუბარი რაღაცა ანაერობულ რაღაცა პროცესებზე, ყოველთვის იქნება გლუკოზა, უფრო ნახშირწყალი, პრიორიტეტი რაღაცა ბენზინი. ამიტომ თქვენ ხვდებოდეთ მაგ სიტუაციას, რომ თუ მიდის საუბარი თქვა აი მით უმეტეს დღეში 1-2 ან 3 საათი ვარჯიშზე, ნახშირწყლების რაღაცა რაოდენობა იწყება 4 გრამიდან პლუს, ან 4 გრამი კილოგრამზე. ნუ ხეშად 800 კილოტიპი არის 400 გრამიდან ზევით. ეგ არის პირველი ნიუანსი. მეორე ნიუანსი ეგ არის ელექტროლიტური ბალანსი. ფაქტიურად ვარჯიშის პროცესში თუ მე საუბარი რაღაც მაგნეზიუმზე და პოტასიუმზე დიდი რაოდენობა არ იხარჯება. საათში თუ არ ვცდები მაგნეზიუმი იხარჯება 40-50 მილიგრამი, ეგ ძალიან ბევრი არ არის. პოტასიუმი მე მგონი თუ არ ვცდები სადღაც 200-300-400 მილიგრამი და ყველაზე მეტი რაოდენობა იხარჯება უფრო სოდიუმი ფაქტიურად, მარილი. სოდიუმი და შეიძლება დაიხარჯოს მიახლოებით 1-800 მილიგრამი. ყოველთვის ელექტროლიტული ბალანსი უნდა გქონდეთ, ეგ არის აბეზალოვკა, პერფორმანსზე თუ მიდის საუბარი, ეგ არის ბაზა. მეორე, მესამე ალბათ უბრალოდ ვიტყოდი, აი საფლემენტების თემაში. ყველა ისეთი ნივთიერება, რაც დაეხმარება ფაქტიურად მიტოქონდრიების ჯანმრთელობას, ალბათ ეგ იქნება ყველაზე მაგარი. აი არის ძალიან საინტერესო პროცესი, ხო აუტოფაგია მაგალითად, ხო ყველა მეხლა იცით რა და აუტოფაგიის თემა ეგ არის, როგორც რაღაცა თქვა, მკვდარი უარყოფითი სუდი უჯრედების ესე თქვა ორგანიზმიდან გატანა, გასუფთავება და არის კიდე
მიტოფაგიის პროცესი, როცა ვთქვათ, აი მიტოქონდრიების გამოსუფთავება ქვია რა. მაგას რომ მიტოქონდრიები იყოს უფრო ჯანმრთელი, მაგას ეხმარება ძალიან ურულითინი. ურულითინი აი ეგ არის უფრო რეალურად ისეთი საფლემენტია, რომელიც თქვათ აი გრძელ პერსპექტივაში ვერ აღსნო ფერფექტს ეგრევე ორ კვირაში, სამ კვირაში ჩემზე შემიძლია თქვა და ჩემს სპორტსმენებზე რა. მაგრამ რეალურად ხანძრულ პერსპექტივაში რო აი მიახლოებით თვე-თვენახევარი უბერავ, აშკარად მოქმედებს კარგად გამძლეობაზე. კიდე აი რა თქვა თუ რაღაცა თქვა ბუნებრივი შევეხებით საინტერესო არის კიდე კორციდებს იმაქ თემაში. შილაჯითიც საინტერესო არის. კიდე გუშინ დავდე თუ არ ვაცდები, კარნოზინი არის ზაამაგარი ფაქტიურად ისეთ საინტერესო ნივთიერება. ბეტა-ალანინი რა თქმა უნდა, ბეტა-ალანინზე პროსტა როგორ ნიუანსი არის. ახლა ამ კითხულობდი კვლევას, ყველა საინტერესო პროტოკოლი იყო, მე მგონი 1 გრამს აძლევდნენ დღეში 5-ჯერ, თუ არ ვაცდები, განაწილებულად, მაგრამ ყველაზე მთავარი ნიუანსი რაც არის, ბეტა-ალანინი ატომბაც მოკლე პერსპექტივაში გამძლეობას არ მატებს იმ პონჩი, რომ ეგ უფრო ეწევა კარნოზინის დონეს ფაქტობრივ პუნქტებში რა და მაგას ჭირდება, მაგ პროცესს ჭირდება რაღაც გარკვეული დრო. ანუ ბეტა-ალანის თუ უბერავთ, თუ თქვათ აი შეჯიბრი უხეშად გაქვთ თქვათ თებერვლის ბოლოს, უიჭველი და დაიწყოთ ბეტა-ალანის მიღება მიახლოებით 1-2 თვით ადრე, რომ მაგის კარნოზინის დონის აწევა მოხდეს შესაბამისად. ანუ ბეტა-ალანინი თქვენ თუ გონიათ, რომ ბიჭები ზოგი სვავენ და აქვთ აი რაღაცა თითქოს ჭიანჭველები დაგდიან სახეზე თქვათ რაღაცა ის ვარიანტი აი ჩხოლეტები გაქვს, ეგ არის საიდ ეფექტი ფაქტობრივად ბეტა-ალანის. უბრალოდ ანუ ეგ არის უბრალოდ საიდ ეფექტი, ეგ იმას ანიშნავს, რომ პერფორმანს გაზრდის. ამიტომ ბეტა-ალანინი საინტერესოა და რაც შემიძლია რომ ჩემ თავზე ფაქტიურად თქვა, ალბათ ყველაზე მაგარი და ერთ-ერთი საინტერესო ყველაზე რაც არის, რაც იყო აღმოჩენა ფაქტიურად. წელს ჩემთვის აი მithქვია, რომ აი კაფსულა მეთქი ფაქტიურად ვარჯიშის კაფსულა თქვა, ანუ რო იმიტაციას აკეთებს თვითონ ვარჯიშის, ანუ ფაქტიურად მეტაბოლური კაფსულა SLOOP PP332. აი ეგ ნივთიერება რეალურად დოზირება მიახლოებით 1000 მიკროგრამი ზევით მატებს გამძლეობას. BAM15 მიახლოებით 30-35 მგ დღეში, ეგეც სვეტში მატებს გამძლეობას. თუ მივასაუბარი ხა აი ვაფშე რაღაცა თქვა იმედა ძალიან დახვეწილ პონტებზე, რაც ამ ბოლო ხანებში გავსინჯე, პეპტაიდი საკმაოდ ძვირიანი SS31, ეგეც ძალიან მაგარი არის. მოციც მიტოქონდრიალური ფაქტია პეპტაიდი, თუ რაღაცა მოცში არის 16 ამინომჟავა. ეგეც საკმაოდ სასარგებლო არის. ანუ ყოველთვის უნდა ხვდებოდეთ როგორ სიტუაციას. თუ ვართ გენეტიკური მოსტრები, როგორც თქვა აი გინა ჯოშუა, გინა უსიკი, მაგათ გენეტიკა აქვს, აი ზოგ ხალხს ისეთი ძალიან მაგარი, რომ ვაფშე მენაპოხუი, ანუ ირია საჩვეულებრივ ვარჯიშობენ, ჩვეულებრივ საჭმელს ჭამენ და ძალიან არ აკეთებენ ზამაროჭას. თუ ადამიანს თქვა აქვს ეს საშუალო გენეტიკა, უნდა ხვდებოდეთ იმას, რომ კი ყოველი რაღაც ისეთი საინტერესო ნივთიერება რაც არის თქვა აი თქვა ცოტა რაც აქვს PubMed-ზე თან ახალი თანამედროვე კვლევა აი 2020 ზევით რომ რაღაცა გინდეს თქვა 1-2% ეხმარება პერფორმანსის გაუმჯობესებას რაც მეც დავლევთ მით არის უფრო უკეთესი იყოს თქვა გინდას 10 საფლემენტი თქვა იმიტომ რომ ხვდებოდეთ ჩვენ რომ აი ჩვენ ორგანიზმში ჰორმონალური ფონი რაღაცა მექანიზმები ფაქტიურად არის უზომოდ ბევრი აი არის რა ვიცი ემტორის მექანიზმი ფაქტიურად რა ვიცი არის კი მიოსტატინის ინჰიბიტორები არის დისჰორმონი არის თქვა ინსულინი არის ტესტოსტერონი არის IGF-ი, ბევრი ისეთი მექანიზმია და ყოველივე მექანიზმზე რაღაცა თქვა დაბუსტო გავაკეთოთ თქვა ისე უფრო რაღაცა გარკვეულად ენდოგენული ფონით. უნდა იყოს მიახლოებით მინიმუმი 2-3 რაღაცა ნივთიერება დანამატი რა. მაგის გარდა კიდევ გვჭირდება რაღაცა მიკროელემენტები, როგორც თქვა აი გინოს ავიღოთ თქვა ბ-ჯგუფის ვიტამინები ფაქტიურად. ბ-ჯგუფის ვიტამინის საინტერესო არის მინიმუმი 4 და 5 და აი თიამინის ძალიან მაგარია, რიბუფლავინის ძალიან მაგარია, მეთილკობლამინის ძალიან მაგარი არის. პანტოტენის მჟავაც მაგარი არის ფაქტობრივად, ფოლიუმის მჟავაც ძალიან მაგარი არის, P5P რო არის B6. ეგეც რეალურად მაგარია ის იმით რომ ფაქტიურად ეგეც ბუსტავს უფრო დოფამინს რა, უფრო და უფრო მატებს გამძლეობას. ანუ ბევრი რაღაც ფაქტორი არის და კი, რაც უფრო მეტად უფრო მიუდგებით, უფრო აი ბიოჰაკინგის თემით ფაქტიურად ამ ვარიანტს. მით არის უკეთეს. კიდე რა თქმა უნდა თუ მივასაუბარი გამძლეობაზე, რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ანტიგიპოქსანტებს. ანუ ფაქტიურად ჩვენ მაშინ ვიღლებით, თორსა განვიცდით შარკბადის ნაკლებობას. ეგ არის. კიდე არის რაღაცა გარკვეული კიდე საინტერესო კუთხე იმით, რომ ვიღლებით კიდე მაშინ, როცა ორგანიზმის ტემპერატურა მატულობს. ეგეც რაღაც ვარიანტში. ანუ არის კიდე რაღაცა საინტერესო ისეთი ექსპერიმენტები მქონდა. დღეულში ჩავიხედე ფაქტიურად, ანუ უჩიამ მომიგდო. 2012 წელი იყო, 18 წელი იყო, თუ 17 წელი იყო პარაცეტამოლის ექსპერიმენტები, როცა ვარჯიშის წინ სვავდი ხოლმე რა. ფაქტ იბუპროფენსაც უბერავდი ხოლმე, იბუპროფენის პერფორმანს მატებს იმ პონჩი, რომ ტკივილის რაღაცა ვარიანტს ფაქტიურად გადააქვსუნაო რა. ანუ ბევრი რამე შეიძლება რომ იცადოს, უბრალოდ ყველაფერს უნდა მაქსიმალურად ექსპერიმენტები და უნდა გააკეთოთ ყველაფერი სადოთ მაქსიმალ ზომიერების ფარგლებში. ჩემი ვიდეოები, რაც ფაქტიურად მე ვწერ, სარეკომენდაციო არ არის იმ კუთხით, რომ უფრო მინდა რომ ინფორმაციული სახე მოქონდეს, მაგრამ
თუ გააქვთ ფაქტიურად მუღამი, რომ სიცოცხლე ერთია და თქვენი სხეულის მაქსიმუმი რაღაცა ვარიანტში დაინახოთ და გაქვთ მაგის ინტერესი. ეგ ხდება ყველაფერი მხოლოდ ექსპერიმენტებით, ოღონდ ზომიერი ექსპერიმენტებით, სადაც თუ არის მაქსიმალურად დატანილი, ყველაფერი თქვა ხდება რაღაცა თქვა ანალიზების მონიტორინგით, იმიტომ რომ სისხლს ვერ მოვატყუებთ, რაღაცა ვარიანტში ნერვული სისტემა და რაღაცა პლაცებოს ვარიანტი ყოველთვის არსებობს, მაგრამ სისხლში რო ჩავიხედებით და ადამიანს ახლა აქვს კრეატინ ფოსფოკინაზა და ლაქტადეგიდროგინაზა მიახლოებით, რა ვიცი, კრეატინკინაზა 20-ჯერ მაღალი და აქვს ლაქტადეგიდროგინაზა 2-ჯერ 3-ჯერ მაღალი და პლუს AST 3-ჯერ 4-ჯერ მაღალი. იქ ეგ ადამიანი არის გადაღლილი, მაგას ვერ მოვიტყუებით ჩვენ, მაგრამ ზოგიერთი ფსიქოლოგიურად მაგარი ყოჩაღი იზრდებოდა სხვანაირად და გონია რომ ყველაფერი იგზია, ამასობაში არ არის ყველაფერი იგზია. ამიტომ რაღაცა გარკვეული ისეთ ფაქტიურად ესეთი ინფორმაციულის გაგიზიარეთ. მე ლიჩნად ახლა ამ ბოლო ხანებში ძალიან მომწონს ეს სლუპი. სლუპს ვსვავდა ჩემ მეგობარი 5 მილიგრამს, ძალიან ბევრი არის რა და ეგ შეგიძლიათ ჩემ შოპში დაიცვათ გინა სლუპი, გინა ბამი ფაქტიურად, გინა ეს რო თქვი პეპტაიდი SS11 შეგიძლიათ მე მომმართოთ ფაქტიურად. ეხლა უცებ დავყოლე ბიჭები თქვენი შეკითხვების ვარიანტს და ამაზე ცოტა ორიოდენს რაღაცებს ვილაპარაკებთ. მოდი პირველი ვიტყვი, ესე იგი, აი ქვევით ჯონ ვიკლი 4 რაღაც. მეც გილოცავ ბრო 16 წლისთვის რომელი დანამატი რომელი ანაბოლური საშუალება აქვს კაი შედეგი მკლავჭირის მხრივ. აი უყურეს მაგ. მე რო გიჩიოთ თქვა შეხა 16 წლის არასოწოვანი. ფაქტიურად რაც აი თქვა არის რაღაც ნორმალური თქვა საფლემენტი გინდა თქვა ავიღოთ იბუტამორენი. მაგას უწერია რომ 18 წლამდე ჯობი არ მიიღეთ, მაგრამ ისევ და ისევ თუ მივიღებთ თქვა რაღაც დაბალდოზირებას მიახლოებით 5 მილიგრამს კიდევ კვირაში 4-5 ჯერ ცოტა ეგ აგვიწევს დის ჰორმონს, მაგარის დის ჰორმონი არის შანსი რომ აი სულ იქნება ოდნავ, თუ რაღაცა ოდნავ თუ ხანძრივად მიიღებს ადამიანი მაგასაკში, ჩემი შვილი ვეჭველი მიიღებს. ეხლაც ფაქტიურად დაიწყო ვარჯიში ბიჭი, ჩემი არის უკვე თითქმის 11 წელში წავიდა. ეხლა უბერავს ესე იგი დილაობით უბერავთ HMB-ს შილაჯის უბერავს, ბეჯგუფ ვიტამინს უბერავს, ცოტა ტაურინს, ვარჯიშის წინ ხოლმე ცოტა თქვა ბეტალანის, საღამოს მაგნეზიუმს უბერავს. და კიდე ხანახა ხომ მე როცა მაქვს ხოლმე ციკლები ცერებრული ზინის, ეგეც უბერავს. ანუ ისეთ თემა არის რომ ეს ყველაფერი მაინც არის ინდივიდუალური, მაგრამ აი რაც რეალურად რაბოჩი არის, რაც სვეტში შეგიძლია რომ დაითვლიო რაღაც ვარიანტში, მაგრამ ეს უფრო ემკავნა პრობლემებს კითხო, ბრო. ეგ იქნება ემკალბად, ანაბოლური საშუალება რაც არის ახლა შენასაკში ხო რა თქმა უნდა უფრო სტერიკები და რაღაცები ჯობია არა სვეტში. რაც ცოტა გააძლიერებს რაღაცნაირად პრესებს. რა ვიცი, აი გინოს თქვა შეიძლება ფოსფატების მჟავა რო გქონდეს ვარიანტში. კრეატინი შეიძლება რომ გქონდეს და როგორც თქვი MK იქნება ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი. აი რაც უფრო აი რთულია რომ რაღაცა იბნო. აი იქ იქნება ყველაზე საინტერესო ვარიანტი. სწორი ვარჯიშები და უნდა მიიღო ეჭვოდ კიდე ცილა ნორმალური რაოდენობით. და არ გაწყენს კიდე თუ მიიღებ გინაც კვირაში 4-5 ჯერ ნორმალურ რაოდენობას იმას ჟელატინს, იმიტომ რომ შინთ არის ის გარკვეული რაღაცა 3 ამინომჟავა, რომელიც ანთებით პროცესებს ეხმარება რომ აღადგინოს. გიორგი დემიტრი გიო სტეროიდებისგან კაკლები როგორ ფუჭდება? რას ეკეთებენ არასწორად რომ კაკლები სამუდამოდ ითიშება 30-40 წლის ასაკში კაცებში არაოღონდ. კაი შეკითხვაა სხვათა შორის და ხალხსნი მექანიზმის პრიმიტიულად ძალიან. ნებისმიერი ჩვენში ანაბოლური აგენტი შემოდის, მნიშვნელობა რა აქვს, ტესტოსტერონი იქნება თქვა, რომელიც მოქმედებს გიპოფიზზე, მაგაზე მაქვს საუბარი ახლა. მასე მაგალითად შეიძლება ზდის ჰორმონის გავიკეთოთ, მაგრამ ზდის ჰორმონი LHFSH-ზე არ მოქმედებს. ხდება როგორი მექანიზმი? ბევრს გონია კიდე რომ თქვა, აი ნემს საეშინია, რომ მოდი ტაბლეტით დავიწყებ. ოქსანდროლოს ეგ უფრო ცუდია. მაინც მნიშვნელობა რა აქვს, წარმოებულია ეს ფაქტობრივად ეგ ტესტოსტერონისგან და მსგავსი მექანიზმი აქვს, რომ LHFSH გინაც ოქსანდროლონი მაინც დაწევს. როცა თქვა შემოდის ჩვენში რაღაცა მაგდაგვარი ჰორმონალური საშუალება, LHFSH იწევს. ანუ როცა ხელოვნური ჩვენი ორგანიზმი უფრო მიჩვეულია ყოველთვის უფრო კომფორტის ზონას, უფრო რაღაცა მუქთას, უფრო რაღაცა ხალიავას, რა ესე რომ თქვა და რაც მუქთა არის გარედან ბევრი, ჩვენი რაღაცა კუთხით ენდოგენური პროცესები, ჩვენი ჰორმონალური სისტემა დროებით ითიშება. იგივე სიტუაცია ხდება როგორ, ანუ როცა ვთქვათ, ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებს რამე სტერიკებს, დიდი ხნის განმავლობაში მაქვს საუბარი მიახლოებით ალბათ 2-3 წელი პლუს. ხდება როგორი ვარიანტი, რახან LH და FSH-იც ფაქტიურად არ არის აქტიური, კაკლებზე ეგ ყველაფერი მოქმედებს უარყოფითად. რო ითქვას, რომ აი სამუდამოდ ითიშება
სამუდამოდ ითიშება უფრო არა. ყოველთვის აღდგენა შეიძლება, სვეტში შეიძლება რა. ეხლა ყოველთვის როგორ აი გინდას ეხლა მე მყავდა ერთი კლიენტი 3 წელი არ იკეთებდა გონადოს, ვაფშე კაკლების ზომაში კი ცოტა როგორც ეგამობს დაპატარებული ქონდა. უფრო ვიტყოდი რომ აი უფრო შვილის თემაში და სპერმოგრამის რაღაცა თქვა აქტიური პროცენტულობა დაიკლებს ძალიან. თუ მე ბავშვი მოუნდება და რაღაცა მაგ მხრივ უფრო გაუჭირდება, თორე ჩვეულებრივი ერექცია იქნება, ჩვეულებრივი იქნება და სამუდამოდ გათიშვა და რაღაცა არ მგონია, მაგრამ და ეგ არის ზუსტად რომ ეხლა რაღაცა გარკვეული ისეთი ინფორმაცია არის გავარდნილი რომ ციკლის პერიოდში გონადოტროპინია საჭირო და ყველაზე დიდი სიდებილე და ყველაზე დიდი არასწორი ისეთი ინფორმაცია ეგ ალბათ ისინი ამობენ მაგას ვინც თქვა აი დილერები თქვა არ აქვთ ხარისხენი გონადო თქვა თან კიდე ვაფშე პროსტო ფულს უჭერენ მაგათ იმიტომ რომ კაკლების ზომა გინდას თქვა რაღაცა ვარიანტი ხა პირდაპირ თქვა ნერვული სისტემაზეც მაგრად მოქმედებს გონადო რა გინდა არ გინდა იმიტომ რომ ჩვენი ენდოგენული ფაქტიურად პრეგნოლონის და დეხიაზდონე იწევს დაბლა გონადო ეხმარება მაგების შენარჩუნებას ეგ ერთი ნიუანსი არის მეორე დეგიდროტესტოსტერონის ფაქტიურად აქტივაციაში და გარდაქმნაში ეგეც ეხმარება გონადო მეორე სპერმის ფაქტორ პროცენტულობა სპერმის მოცულობა როცა ადამიანი თქვა დიდი ხანი გონადოს არ იკეთებს დაჟე რო ასხავ მინდა რაოდენობა არ აქვს სპერმა ეგეც არის რა და კაკლების კი ზომა ყველაზე ალბათ კაცური რაც გააქვს რა და ვერ მესმის რატო არ იკეთებენ ხალხი უბრალოდ არ არის ეს ინფორმაცია ზაამოდებული და ალბათ იმიტოც ესეთი შეკითხვა არის თუ ადამიანი იკეთებს გონადოს კვირაში აი 1000 უკვე მეცოტავება მე ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე ალბათ ვიტყვი რომ უფრო მინიმუმი 1500-2000 უნდა იკეთოს რა და даже შეიძლება პროტოკოლები იყოს რომ სადაც შეიძლება რომ კაცმა გაიკეთოს მიახლოებით 1-2500-3000 თუ ადამიანი ცდილობს გააუმჯობესოს სპერმის პროცენტულობა მან შეიძლება вообще რაოდენობა იყოს 3-4 და 5000 კვირაში რა და ამიტომ მაშინ ხდება პროექტ სიტუაცია როცა ადამიანი არ იკეთებს ქორიონულ გონადოტროპინს მაშინ თუ ადამიანი იკეთებს вообще დაწყებიდანვე მიახლოებით 90-95% შემთხვევაში არანაირი პრობლემები вообще არ ექნება. ფიტნეს ბბ ის რაღაცა მოკლედ ამას მიხვდებით თქვენ ბიჭები თქვენ შეიძლება წაიკითხოთ რა. ერთი წაიკითხვა როგორ შეთავსდება სემაგლუტიდი უფრო და იბუტამორენი შეძლებს შენზე სემაგლუტიდი გაუკრავდეს ამას რომ ემკამ შიმშილის გნობა არც ექნას. აი ვიტყოდი რომ არა. სემაგლუტიდს თუ ვიკეთებთ აი რეტატროპიდისგან რა აქვს განსხვავება და ტირზეპატიდისგან რომ სემას რომ ვიკეთებთ თქვა აი თუ გავიკეთეთ ორშაბათს სემაგლუტიდის ეფექტს უფრო ვგრძნობთ იმენა სამშაბათს უფრო დღის აი პირველ მეორე ნახევარში ეგ ნიუანსია აი რეტას თუ მაგალითად რეტატროპიდს რომ ვიკეთებ ხოლმე თქვა ორშაბათს დილით უკვე საღამოს 1-8 საათში თითქოს მადა აშკარად მიქვეითდება სემაგლუტიდს ეგ აქვს ფაქტიურად დადებითი რომ მოქმედებს ხანგრძლივად 6-7 დღე იჭერს თავს სტაბილურად კეტავს. ემკას როგორი მექანიზმი აქვს? ემკას თუ შირკუნზე მივიღებთ თქვა შუა დღეს. აქვს ინდივიდუალური, ახლა ჩემი ბიჭები ხო ხსოვენ, მე ხო დამილევია. შირკუნზე თუ უბერავ, უხეშად იწყება ეფექტი ინდივიდუალურიეთი 40-50 წუთიდან მიახლოებით 1-3 საათში, მაგრამ ეგ იძლევა პიქსმა. მაინც ფიქრობ, რომ გინდას თქვა აი სემაგლუტიდი რო ავიღოთ და მაქსიმალური რაც არის გამოკვლეული დოზა ხალხზე 2.6 მგ-ი, აი ხედქოთ და მე ვთქვა იბუტამორენის ვხედქოთ ნორმალური დოზირება, ნორმალურზე მაქვს საუბარი მინიმუმ 30 მგ-ი. რო აი ის თუ ვარიანტი თუ მივა საუბარი მადაზე. მე ვფიქრობ, რომ მადას მაინც წამოიღებს სვეტში. ეგ როგორც გაზი და ტორმოზი ერთდროულად რა. აზრი არა. თუ თქვა უბერავ სემაგლუტიდს, მაშინ უფრო უნდა დისჰორმონის ენდოგენულ სტიმულაციაზე თუ მივა საუბარი, მაშინ უნდა მადა არ გინდა რომ აგეწიოს, უფრო უნდა გაიხედო პეპტიდების მხარეს რა. ტესამორელინი, იპამორელინი, სერმორელინი კომბინაცია შეიძლება და ყველაზე ნაღდი თუ ეგენი თქვა ერთად არ გინდა CGC დაკთან ერთად. CGC 12-95 მიახლოებით რავი 1-2 მგ კვირის განმავლობაში ორჯერ თუ არის დაკთან ერთად დაკი არის ის ტიკაკული ფერმენტი რომელიც ეხმარება რომ იყოს მაქსიმალურად პიკი იყოს გრძელი და არ იყოს ინიექცია ხშირად საჭირო რა უფრო მაკუთხით უნდა გაიხედო ეგენი შედარებით არ მატებენ ფაქტიურად მადას და გაიკეთო ჩვეულებრივი სემაგლუტიდი ანუ მაინც კი თუ დოზირებას მიიღებ ემკასას ფიქრობ რომ მაინც გაგზნობინებს ცოტა რა ესე იგი დალშე იო გამარჯობა ყველაზე საკაიფო ნოოტროპი რომელია ადამიანისთვის რომელსაც არ აქვს არანაირი მენტალური პრობლემა და დეპრესია. საერთოდ ბევრი ნოოტროპი არის ზოგადად, მაგრამ ალბათ რაც შენ ამობ უფრო ახო მნიშვნელობა აქვს კონტექსტს ანუ უფრო რისთვის, როგორ პიკისთვის უფრო ხანგრძლივად. რა ვიცი, ხა თუ მივა რაღაც ვარიანტში თქვა იმენა აი რაღაცა სასტიკ რაღაცა პიკზე, ალბათ საი რეალურად სამუშაო ძალიან ბევრი მელიშა ჩემთვის მქონია. მოდაფინი არ მოდაფინი სვეტში ოღონდ ხანდახან და ეგ ხშირად არა სვეტში ეგა
Semaxia ძალიან საინტერესო ნოოპეპტი ანირაც სტამი დიხექსა სხვადასხვის ძალიან საინტერესო კიდე რა მაგარი ისეთი ფაქტიურად არის პეპტაიდი ტვინისთვის ეგეც შეიძლება რომ დაითვლიო რა და მაინც ყველაფერი ის ინდივიდუალური რაც ჩამოთვალე ლეგენდი შეიძლება უბერო რა Lions Mane მაგალითად მე მაგალითად ყველაზე მაგარი კიდე რაც სვეჩი არის რაც მევასება კიდე ისიც ნორმალური ხარისხის მე ძმაკაცი იმგრეობს რომ მიგზავნის ადრე დაჟე გქონდა ჩვენ ეგ შოპში ისეთ მუხომორი წითელი აი რეალურად უფრო კრეატიულ საკითხს ისეთ სვეჩი რა აი რაც ჩამოთვალე ლეგენდი ფაქტიურად დიხექსაც უნდა სადაც მაინც ყველაფერი ინდივიდუალური არის რა ეხლა ესე იგი გადავალ ბოლო ვიდეოზე ბიჭები და ამ ბოლო ვიდეოზე რამე თუ კიდე არის საინტერესო მაგასაც ვიტყვი აქტიურად მაქსიმალურად მეგობრებს გადაუგზავნეთ რა ვიცი აქ მაინც იმას არ ვიტეხავ რა YouTube-ის ვარიანტს სალამი გიო ვიტყვი მე როგორც ვაკეთებ წონის კლებაზე დილას ვიწყებ ყავით და მწვანე ჩაით და გადავდივარ სუმბუქ საუზმეზე შუა დილას ვაკეთებ ელკანტინის სუმბუქს ნახთან იოგურტი ბანანი და რაიმე ესეთი კელეა შუადღილის კანტინი და საღამოს ვიღებ კიდევ კელეას ეხა უყურებ როგორი სიტუაცია არის ფაქტიურად რასაც შენახ წერ ცოტა ისეთი არა ნიტო მოსაწყენი ძალიან სტარტი გაქვს და გიხსნი მექანიზმის თუ შენ უბერავ ფაქტიურად ელკანტის კიდე ინიექციურს კიდე არ აუშავს შეიძლება თუ სვავ ტაბლეტს ან სითხეს ვაფშე ტყუილი ფულის გადაყარა გაჩვენ რა და ტმაო ნახეთ რა არის გუგში მაგ ფერმენტს ეწევა ფაქტიურად კუჩი ეგ ანუ კარნიტინი ცოტა სოუ ვარიანტი არის ეგ არის ერთი ვარიანტი დილით როგორც ისეთ რომ იწყებ გინას ყავით ან მწვანე ჩაით ეგეც კუჭისთვის არ არის ბრო სასურველი შეიძლება კუჭი პოსა ძლიერი გაქვს მაგრამ გეუნები შეჩი რომ ჯობია უფრო ის ვარიანტი ისახნა გადაიტანო ამ ბანანი მაინც ჩაავიდო კუჭი რომ მაშინ კელეაზე აუგოზი შეი კაროჩი ყველაზე ერთ-ერთი ისეთი რაღაცაა ბევრი მაქვს ანალევი და არა არ მუშაობს მე ამაში არ გადავიხდით როგორც ტელევიზორში პულს სვეჩი და აი რასაც ახლა შენ ფაქტიურად აქ ამო ყოველს ნაღდ ვარიანტში რა პირველ რიგში მე ამებს ყველაფერს აი რა ხან შენ ახლა დაწერე ფაქტიურად მიახლოებით 1-2-3 რაღაცა მე როგორ თემას ვიზავდი მე აი ყველაზე პრიმიტიულს აი რას ვთქვი სლუპი კლენს დავამატებდი და მაგალითად გინას რომელიმე მაგალითად GLP-ს რა გინა მაგალითად სემა კაპიკები ღირს სემა გლუტიდი ფაქტობრივად იაფიღის ანუ 2-3 თვის მარაგი უხეშად ღირს 550 ლარი ეგ არა ეს ნალბაძული რა მაგ სიტუაციას უფრო ალბათ შემოგთავაზებდი მაგ ვარიანტს რა და დანარჩენი წესთუნდაც უნდა დაიკლო თუ კალორიების დეფიციტს იცავ და თუ ფარისებული გიმუშავებს კი ნორმალურად თუ ფაქტიურად ის ვარიანტი დაგაინტერესებთ ერთხელ კი ნორმალურ რაღაცა ფარისებულზე გადავიდეთ ვიდეოს დალში Darkseid 16-14 გამარჯობა გიო ძალის მოსამატებლად სუმბუქ თემაში CGC პომორელი TB500 პლუს BPC როგორი იქნება არ იქნება რაღაცა ბუმი აქ ბრო იმიტომ რომ ფაქტიურად აი რასაც შენ ამობ იპომორელი შედეგი რო იგზნო უნდა იკეთო ძალიან ბევრი ეგ ერთი პლუს მაგასაც დაგროვებით ეფექტი აქვს რაც შეეხება CGC-ს კი ბატონო ეგეც კაია მაგასაც დაგროვებით ეფექტი აქვს უნდა იკეთო ხანგრძლივად რადგან ეგ ორივე ჩვენს გიპოფიზ ეგენს მოქმედებენ გიპოფიზზე და ენდოგენურ დისჰორმონს ფაქტობრივად აქტიურებენ ზის ჰორმონის აქტივაცია მაშინ ეს კაი როცა მე ხდება ნორმალური კონვერსია IGF-ში ეგ არის ეგ გარანტია არ არის რომ შენ კაი კონვერსია გექნება ეგ TB500-ს და BPC-ს მე მაგალითად ძალიან ხანგრძლივად უბერავ. აი ინიექციასაც ვიკეთებ მიახლოებით მილიგრამს და დაჟე ტაბლეტებს, კაფსულებსაც უბერავ, შოპში არის ჩვენთან, ვისაც გინდათ, აი სვეჩი. ყველაზე მთავარი ნიუანსი, რასაც მისტიკ შოპში იყიდით, მე პასუხისგებლობით გეუბნები თუ სვეჩი იქ არის ყველაფერი დატესტილი. ჯერ მე ვსვავ, მე ჩემი ბიჭები სვავენ და მე შესაბამისად ჩვენ ამას ვყიდით. ამიტომ BPC ბაზარი არის, მაგრამ აი TB500-ს და BPC-ს გარამიანაბოლური იგზნო არა, ბრო, არა, უფრო ვიტყოდი რომ არა რა და CGC პომორელი ბაზარი არ არის, მაგრამ თუ უფრო გინდა ძალის მოსამატებლის თემაში, მე ამ სიტუაციაში ჩავთავდით სვეჩი S4-ს. აი S4-ის წვეთებიც კიდე ფაქტიურად არის, ცოტა აი პროსტა ბომბა არის რა. აი იქნება ალბათ ყველას ნავთი ვარიანტი. და ამათი S4 და თუ მაგალითად დაჟე ფინანსებიც გაქვს და ამათი კიდე მაგალითად RADAS 50 არის ძალიან მაგარი შოპში ახლა რა. ეგ შეიძლება გააკეთო რა აი ძალის მოსამატებლის თემაში. ესენი დატოვო, ოღონდ TB500 ძალიან დიდი ხანი არ გინდა და დიდი დოზებიც არ გინდა ფაქტიურად რა. არა ის მთლად ძალიან სასარგებლო რა. დანარჩენი ქვევით ესე იგი ბევრი ადამიანი ფიქრობს დავითი ესე იგი წერს ამ იმას რომ თუ ვარჯიშობს შედეგი ავტომატურად იქნება რეალურად კი სხვა არის. სხეულის ფორმის ცვლილება 80% დამოკიდებულია კვებაზე და ძილზე, ხოლო 20% ვარჯიშზე და მაგიტო დაილაგეთ ჯერ კვება ძილი ვარჯიშეთ ჩემი რჩევა ხშირად ორგანიზმი ზუსტად დაატყობს გზელ პერსპექტივაში. აქვს როგორ ნიუანს ბრო. მივხვდი ერთ რამეს 20 წელია ვარჯიშობ
საქართველოში ყველა ვინც კი ბევრი ძალიან ნორმალური სპორტსმენს დაუხმარებულა უცხოეთშიც აი რა პროტოკოლები არ მინახია ჩემ მეგობრები დაჟე აი იქით ამერიკაში ძალიან სრულები რო არიან კაროჩე ის რა ვიცი თქვა YouTube ბლოგერები თუ ვინც არიან მაგათ ციკლების მინახია მაგათ ანალიზებიც მინახია აი უზომოდ ბევრი რაღაცა მინახია რა ფაქტიურად და ვიტყვირეთ რამეს თუ პროსტა კაროჩე ფორტუნა გაგიმართლა და ხარ გენეტიკურად ჯანზე იმენა კიდია და მოდი ხარ ჯანზე რა შეიძლება არც ჭამო ნორმალურად და არც დაიზინო მაგრამ პოხუი მაინც პუნქტები გეზდება რა არიან ხალხი ფაქტიურად აი ვინც არიან თქვა და იგივე ტომი ჰევილანდი ედი ხოლები და აი თქვა ვინც არიან თქვა აი ბიჭები რა რომ უბრალოდ გენეტიკურად რეცეპტორები რაღაცა გარკვეული სტერიკების თქვა ან გინაც რაღაცა თქვა ანდროგენული რეცეპტორების მგზნობიარობა აქვს ძალიან მაღალი იღებენ დაბალ დოზებს მეტაბოლიზმი ხდება მაკოლანაირი გარკვეული ნივთიერებების უფრო ესე ვიტყოდი მიზანმიმართულად სწორად და აქვთ შედეგი. არიან ხალხი ვინც თქვა აი კლიენტურამ ყოლია ძალიან ბევრი რომლებსაც აი თქვა მიახლოებით ელემენტალურ რაღაც დაბალ თქვა ციკლს რაღაცა თქვა რაღაცა ვადგენთ ვაბარებთ ანალიზებს ციკლი ნორმალურია თითქოს 300 ტესტია მაგალითად ციკლში ან თქვა 250 ტესტი არის მიახლოებით 250 თქვა არის მაგალითად პრიმა მიახლოებით 150 არის მასტერონი ნორმალური დრაივისთვის მანდუერის თქვა მიახლოებით 20 მგ ოქსანდროლონი და მიახლოებით შეიძლება იყოს მაგალითად S4 20-25 მგ ორჯერ კლასიკურად მათ გონადოს არის ყველაფერიც არის ნორმალური ციკლია მაგრამ თითქოს ვერაფერი იწევა დოზირებები მე ხდება შედეგი იგი იმიტომ რომ ადამიანის რეცეპტორები არ აქვს მგზნობიარი შესაბამისად ყველა ჩვენ მონსტრები ვერ გავხდებით შევიგნოთ ეგ სიტუაცია და გულდასაწყვეტია უამრავი ძალიან ბევრი კლიენტი ძალიან ბევრი ხალხი მოდიან თქვა ჩემთან იღებენ თქვა მე ხლა ერთ თვიან წაყვანები აღარ მაქვს ონლაინ მაქვს მინიმუმი 3 თვე ან 6 თვე ამ 3 თვეს იღებენ გონია თუ რაღაცა სწავლი მოხდება და ეგ არის მხოლოდ გენეტიკაზე ანუ ყველა ისე ჯანზე როდესაც ჩვენი კუკურებს ფაქტიურად ვერ მოვა იმიტომ რომ პირველ რიგში მაინც გენეტიკის ვარიანტი რა და რასაც შენ წერ რა თქმა უნდა შენ წერ სწორეს მაგრამ უფრო ეს ყველაფერი იმუშავებს იმ ადამიანზე ვის პირველ რიგში გენეტიკურად არის ჯანზე რა იმიტომ რომ დამიჯერეთ რომ აი რაც მე ფაქტიურად მე გავიარეთ ჩემ თავზე და რა ქაოსიც მე მქონია სახში და რამდენი კაფსულებიც 100-ით და 120 კაფსულებით დღეში ბადები მილევია, ყველანაირი ფარმაგამისინჯი, ყველანაირი ანალიზები, ბოლო წლებში რაც მე ფული მაქვს დახარჯული ბიოჰაკინგში. აი რო თქვა ციფრი ალბათ ბევრი კაროჩე გაუწდება. აი ძალიან ბევრი ფაქტია, თელი ჩემი შემოსავალი ალბათ 30-40% გარდაუჯახისე მიდის ამ გარკვეულ რაღაცა იქ რომ იწერია self-taught research-ები, ანუ მე ფაქტიურად თუ არ ინდივიდუალური ისეთ რაღაცა გარკვეული მკვლევარი ამ პერფორმანსის მინდა რომ კი მივაგნო ისეთ რაღაცა კომბინაციებს, რასაც ფაქტიურად თან რასაც ვიღებ მე ამას მარტო ფუცლებზე არ ვიწე, მე მოვდივარ ჩემთან ბაზაზე რაღაცა ვარიანტში უბერავ ვარჯიშებს. წამოვიდე კიდე ძალიან მაგარი ისეთი ტყუი და ყალბი ესე ვიტყოდი ტრენდი თუ როგორც არის რომ აი ხა დაბალი დოზები რა. ნუ აი კაროჩე ეგეც ეხლა მომივიდა ცოტა ისეთი კამათი რა და ავხსნი ეხლაც მაგ სიტუაციას. რო ეხლა წამოვიდა ტრე აი დაბალი დოზები და რაღაცა. ეგ არის ზეზეული პიზდიოში. და ავხსნი რატომ? მაგას უფრო ლაპარაკობენ ისინი, ვინც ვარჯიშობენ მიახლოებით 10-15 წელიწადი ეგ ერთი. მეორე, ყველა მაგ ხალხმა შექმნეს რაღაცა გარკვეული ძალისმიერი ეგინო კუნთოვანი ბაზა ნორმალურ დოზირებებზე, ნორმალურზე. და მე უკვე გადავიდნენ რაღაცა ვთქვათ ლაით უფრო ახლო ჯანმრთელობასთან ვთქვათ რაღაცა ვთქვათ ამ თემებზე რა და ეგენი უფრო პიზდიოშობენ იმას რომ აი დაბალი დოზები და რაღაცა. მოდი ადამიანი მოვიყვანოთ ფაქტიურად და დავაწყებინოთ ნულიდან მაქსიმალური დაბალი დოზებით და რაც არის პროგრესი იქნება მაგრამ so თუ ადამიანს იმენა აქვს რაღაცა გარკვეული ნორმალური ამბიცია და ვაფშე კაროჩე ვთქვათ ისეთ ვარიანტში აი აქვს რომ ნორმალური უნდა რომ შედეგი გააკეთოს მოკლე პერსპექტივაში იქ უნდა იყოს ადეკვატური დოზები მე არა მაქვს საუბარი იქ 1 გრამი ტესტოსტერონზე და გრამნახევარი ნანროლონზე უნდა იყოს ადეკვატური ვარიანტი ცოცხალი მაგალითად მაგის მე ფაქტიურად პროგრესი ბოლო ხანებში მიჭირავს უფრო სტაბილური მაგრამ პროგრესი არ მაქვს იმიტომ რომ მე ვხვდები იმას რომ რაც ძალისმიერი გაკეთებული მაქვს ადრე მიახლოებით 2-3 წელი ვცდილობ ახლა გადავახდე დაბალი დოზებით და რაღაცა მაგრამ უფრო ვერ გამოდის რაღაცა ფორმას ვინარჩუნებ ჩემ ვარიანტში არ ვიტყვი რომ თრათ უკმაყოფილო ვარ სუმუქი ვარ უფრო მიახლოებით 5-6 კილოით რაც ადრე ვიყავი, რაც მე მომწონს, უფრო აი სვეჟად გზნობ, უფრო აი ესე სუმუქად გზნობ თავს, ანუ ეს რაღაც გარკვეული ჭარბი ფამფი და რაღაცები მე მაგრად არ მევასება უფრო. და ამიტომ ვიტყოდი იმას, რომ თუ ადამიანი რაღაცა ვარიანტში თქვა, აი ნორმალური შედეგი უნდა და ისევ და ისევ აღნიშნოთ იმას, რომ მით უმეტეს ეს გზნობიარო ფარმის სიმართლე აქვს დაბალი. იქ უნდა მოხდეს ნორმალური ციკლი და უნდა მოხდეს რაღაცა ნორმალური რაღაცა პროგრესი და მე უკვე შესაბამისად თქვა მე რაღაც შეიძლება რაღაც დასვენება მოხდეს. ყველაზე იდეალური მომენტი თქვა ალბათ ყველაზე იდეალური ვარიანტი
ალბათ უნდა გაკეთდეს მინიმუმი ციკლი 1-6-8 თვე ნორმალური, მე უეჭველი უნდა მოხდეს მიახლოებით 1-2-3 თვე, მით უმეტეს თუ ანალიზები თქვა რაღაცა ირევა, მე უნდა მოხდეს რაღაცა შესვენების ეტაპი რა. რომ რეცეპტორებმა ცოტა დაისვენონ. მე ისო ბუმი და ეს ესეთი დაგროვებითი ეტაპი, თუ ადამიანი თქვა მით უმეტეს გენეტიკურად არის ჯანზე, აი გრიობლოთ მოიტანს ფაქტიურად შედეგს რა. აი გარის. ამიტომ ყველაფერი ეს ბიჭები ინდივიდუალური და ამის ხომინდა ბოლო ფაქტიურად ესეთი შეკითხვის ვარიანტი. ბიჭები აქტიურად შემოგთავაზებთ როგორ ვარიანტს. ალბათ წესით ერთ კვირაში უნდა შევძლო რა, რაღაც ვარიანტს ველოდები. ვაკეთებ ახალ ჯგუფს, სადაც იქნება ინფორმაცია, კაი, ნორმალური სემინარის ვარიანტი მექნება თქვა, რაღაცა თქვა ანტი-ეიჯის და რაღაცა სისხლის გახანგრძლივების დანამატებს ეგ იქნება როგორც ბაზა. უკვე მაქვს აკეთებული ერთი თვის მეტ ფრეიზერის ფაქტობრივად სავარჯიშო პროგრამა, დეკრის ბამსტერის სავარჯიშო პროგრამა და მანდ უფრო იქნება ონლაინ პროგრამირების ვარიანტი. ფასი იქნება ჩემი ვარაუდით დავადებთ, მე მგონი მე და ჩემი მეგობარი ვაკეთებთ ალბათ 12 ევროს თვეში და იქთან ესეთ პოდკასტსაც უეჭველი გადავიღებ ხოლმე, სადაც შეკითხვებზე გიპასუხებთ რა. კვების რაღაცა ვარიანტებში, რაღაც სავარჯიშო ვარიანტებში რეკომენდაციებს მოგცემთ, ვისაც სული გექნებათ, შემომიერთებით. ესეთი პოდკასტი, მსგავს პოდკასტს შევეცდები რომ არ ჩავაგდო ხოლმე, რა ვიცი, კვირაში ერთხელ მაინც გადავიღო, ვისაც კიდევ თქვა გინათ რაღაცა თქვა ინდივიდუალურად მომსახურება, დახმარება, შეგეძლიათ მომწეროთ, მომძებნოთ ფაქტობრივად დაირექტში. ყველა იყავით ჯანზე, წელს კიდევ ერთხელ დამშვიდობების ვარიანტში, წელს გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს, ყველა იყავით ჯანზე, გაუზიარეთ მეგობრებს და ყველას დროებით, ადიოს.